როგორც ხედავთ, ორი ცხრილი გვაქვს მოცემული. ეს ცხრილია პირველს რომ დავაკვირდეთ, გვეუბნება რომ როცა x-ი არის 1.595 b ხარისხად x-ი უდრის 3-ს. როცა x-ი არის რაღაცა სხვა, b ხარისხად x-ი უდრის 5-ს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მეორე მხარეს გვაქვს აი ესეთი ცხრილი. აქ გვაქვს y და აქ გვაქვს ლოგარითმი y ფუძით b. და გვეუბნებიან რომ აი როცა მაგალითად y უდრის 100-ს, ლოგარითმი b ფუძით y, კერდა y ფუძით b ბოდიში, უდრის 0-ს. მე როცა უდრის 2-ს, ეს უდრის 1-ს, როცა უდრის 2-ს, ეს უდრის რაღაცას და ასე შემდეგ. ახლა, ჩემი დავალება თქვენთან. დააპაუზეთ ვიდეო და ეცადეთ რომ თქვენ თვითონ ამოხსნათ რისი ტოლი არის a, b, c და d. კალკულატორი არ გჭირდება. ანუ, მხოლოდ თქვენი აზროვნებით მიდით იქამდე, რისი ტოლი უნდა იყოს a, b, c და d. საინტერესო სავარჯიშოა საკმაოდ. კარგი. ეხლა მოდი მედიას ცადეთ და მე გავაკეთებ ამ ამოცანას. ესე იგი, მოდი აი რომ გავიაზროთ საერთოდ რა მიწერია აქ. აი მაგალითად 10d, y როცა არის 10d, ლოგარითმი y ფუძით b არის 2 და 3 2 2 ასე შემდეგ. ეს რას მეუბნება? ეს პრაქტიკულად გულისხმობს ასეთ რაღაცას, რომ ლოგარითმი 10, ანუ რატო 10d? იმიტომ რომ y არის 10d, აქ y მაქვს, ხო? ესე იგი, ლოგარითმი 10d ფუძით b, ხო? იმიტომ რომ y და ლოგარითმი y ფუძით b. y არის 10d, ამიტომ y-ის ნაცვლად ჩავსვი 10d. აი ეს ტოლი არის, დამოუკიდებლად ან ცოტა გავწევ გვერდზე ესე. აი ეს ტოლი არის 2.322-ს. აი ამას მეუბნება ეს ჩანაწერი. ანუ ნებისმიერ ესეთი ჩანაწერი სწორედ ამას ამბობს, მეც არაფერს. ამიტომ მოდი ახლა აი ასეთი ჩანაწერებით გავყვეთ თითოეულს და ვიპოვოთ რომელი რას უდრის. ნუ თავიდან ჯობია დავიწყოთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ბოლოსში რომ დავიწყოთ საკმარისი ინფორმაცია არ გვექნება რომ რამე გავარკვიოთ, ხო? ამიტომ მოდი დავიწყოთ პირველით. ესე იგი, პირველი ჩანაწერი მე მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ როცა y არის a, ლოგარითმი y ფუძით b უდრის 0-ს. ანუ y-ის ნაცვლად რომ ბარემ a ჩავსვა. ეს ჩანაწერი მეუბნება რომ ლოგარითმი a ფუძით b ტოლი არის 0-ის. ახლა ეს ჩანაწერი მე სხვანაირად როგორ შემიძლია გავაკეთო? ლოგარითმი რას ნიშნავს? ლოგარითმი, აი a ფუძით b ლოგარითმი არის ის ხარისხი, რომელ ხარისხიც უნდა ავიყვანო მე b, რომ მივიღო a. და ეს არის 0-ის ტოლი. ანუ გამოდის რომ ეს ჩანაწერი იგივეა რაც b ხარისხად 0 უდრის 100-ს. აი ეს იგივე რაც აი ეს. და თუ b ხარისხად 0 უდრის 100-ს, არა გამოვა. ნუ ვიცით რომ ნებისმიერი რამ ხარისხად 0 არის 1-ის ტოლი, ამიტომ გამოდის რომ a უდრის 1-ს. აი ეს არის და ეს. ესე იგი დავადგინეთ რომ a ტოლი არის 1-ის, ამიტომ შემიძლია გადავაკეთო კიდეც აი ეგ დავწერე რომ ეს არის 1. კარგი, ახლა მოდი გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ესეთი, როცა y არის 2, ლოგარითმი 2 ფუძით b უდრის 1-ს. ახლა მოდი ეგ ვნახოთ. ესე იგი, ლოგარითმი y-ის ნაცვლად 2 ჩავსვათ, 2 ფუძით b ტოლი არისო 1-ის. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ რა ხარისხი უნდა ავიყვანო მე b რომ მივიღო 2. თურმე უნდა ავიყვანო პირველ ხარისხში. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, b ხარისხად 1 ტოლი არის 2-ის. რაც გვეუბნება რომ b უდრის 2-ს. ესე იგი გავარკვიეთ რომ b თურმე ყოფილა 2-ის ტოლი. b არის 2-ის ტოლი. კი ბატონო, ესე იგი ესეც გავარკვიეთ. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ასეთი. y როცა არის 2c, ლოგარითმი y-ის ფუძით b არის აი ეს. ახლა მოდი ეგ დავწეროთ, ეს ცოტა საინტერესო ჩანს. ესე იგი, ლოგარითმი y-ის ნაცვლად ჩავსვათ 2c ფუძით b უდრის თურმე 1.585-ს. კი ბატონო. ახლა ეს ჩანაწერიც მეუბნება რომ b უნდა ავიყვანო 585, კი არა 1.585-ში ხარისხში, რომ მივიღო 2c. ანუ b ხარისხად 1.585 ტოლი არის 2c-ს. კი ბატონო, მაგრამ ახლა ეს არ ვიცი რა არის. ამიტომ მაქვს აი ეს ცხრილი, სადაც მეუბნება ცხრილი რომ როცა x-ი არის 1.585, b ხარისხად x-ი არის 3. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, b ხარისხად 1.585 უდრის 3-ს. ანუ მე შემიძლია ეს გამოსახულება გადავწერო როგორც 3, აი ამის ნაცვლად, აი ამ ცხრილის გამო, ხო? 3 უდრის 2c-ს. და აქედან გამომდინარე c ტოლი გამოდის 1.5-ს. ესე იგი c-ს გავარკვიეთ. და ბოლოს დაგვრჩა აი ეს ჩანაწერი. და მე მას გავიმეორებ, გადმოვწერ აქ. ესე იგი, ლოგარითმი 10d ფუძით b ტოლი არის 2.322. ეს 322. ეს მეუბნება რომ b ხარისხად 2.322 ტოლი უნდა იყოს 10d-ს. ახლა მოდი მივუბრუნდეთ აი ამ ცხრილს. როცა x არის 2.322, b ხარისხად x არის 5. ესე იგი გამოდის რომ ეს არის 5. ანუ 5 უდრის 10d-ს.
და გამოდის აქედან რომ d ტოლი არის 0.5-ის.